კახი კალაძის შეხვედრა სოფელ გომში მოსახლეობასთან დღეს იყო გამართული, სადაც სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა, ეგრეთ წოდებულმა ზონდერებმა, რომელიც სავარაუდოდ ლადო ვარძელაშვილის მიერ იმართება, ცადეს ჩაეშალათ ეს შეხვედრა, მაგრამ არაფერი გამოვიდათ, მათ თავად სოფლის მოსახლეობა გაცა საკადრისი პასუხი და ბატონ ლადო ვარძელაშვილის ვიზიტს რაც შეეხება სამტრედიაში, ეს ადამიანი უკვე 10 დღე არის სამტრედიაში, რას აკეთებს არავინ არ იცის, არაფერი სამტრედიაში არ იხსნება, არც იხურება, რატომ არის ლადო ვარძელაშვილი, რა მიზეზით არის, რა ვიზიტით არის, რომელი მივლინებით არის ჩამოსული. არავინ არ იცის, ეს ადამიანი დადის პარკში, ჭამს ნაყინს და დადის რამოდენიმე ზონდერებით შემორტყმული მანქანით. ყველაფერ ამას ხარს უჭერს სამტრედის პოლიციის უფროსი, რომელიც აქტიურად ფიქსირდება მასთან ერთად. ყოველთვის ეს ადამიანი გახავთ ძმებ კუბლაშვილების ახლო მეზობელი ტყიბულიდან. აი სამტრედის პოლიციის უფროსი, შეხედეთ, აი სამტრედის პოლიციის უფროსი, რომელიც ეხლაც აი ჩვენთან ერთად, როგორც ხედავთ, არის ეს ადამიანი მუდამ პატრულირებს. ეს ადამიანი არის ყოველგვარ კანონს მაღლა აყენებს მის თავს. რატომღაც თვლის რომ ის არის იმპერატორი სამტრედიაში და სინამდვილეში ეს ადამიანი არაფრის გამკეთებელი არ არის, წყალტუბოში გაიკითხეთ. მისი სახელი როგორი ავტორიტეტი ჰქონდა და როგორი ავტორიტეტი აქვს ახლა სამტრედიაში. სამტრედიას ყავს პოლიტიკური პოლიცია და აუცილებლად ამას პასუხს ქართველი ხალხი გაცემს ოქტომბერში არჩევნების დროს. ვიღაცა დადის, აი რას აკეთებს, შეხედეთ. საოცრებაა ეს, ეს საოცრება. ასაკეთებს ვის აშინებს ფსიქოლოგიურად ტერორს ვიკეთებს თუ ასაკეთებს. ინტერესს უაში ნახე და ვიყავით მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად. მე და ჯანმრთელობასთან. თქვენ დაწერილი გაქვს შეებულებაზე განცხადება არ გქონდა. მე მილინებაში ვარ. შეებულება არ მჭირდება. მე ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირ, რომელსაც მაქვს უფლება მაჟორიტარ დეპუტატთან, დეპუტატების კანდიდატთან ერთად ვიარო, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებთან ერთად ვიარო და ყველასთან ერთად.